მეგობრებო, მოგესალმებით. წარმატებული კვირა მინდა გესურვოთ და მოდით ნახოთ რა გელით ერთი კვირის მანძილზე, რა ენერგიებში იქნებით, რა გელოდებათ საინტერესო ამ ერთი კვირის განმავლობაში. შევაფასოთ კვირის ენერგიები. მეგობრებო, გადავწყვიტე რომ კვირის არკანს მე გავივლი მხოლოდ ერთ ვარიანტად და ავიღებ ზოგად მნიშვნელოვან ინფორმაციას თქვენთვის და რა თქმა უნდა ზოგი მსმენელისთვის ეს ინფორმაცია მთლიანად გაჟღერდება, მთლიანად გათამაშდება, ასე ვთქვათ. ზოგიერთი ადამიანისთვის ეს ინფორმაცია ნაწილობრივ, მაგრამ ყველა აიღებს თავისთვის მნიშვნელოვან და საჭირო ინფორმაციას, რაც გამოადგება ერთი კვირის მანძილზე. კომპასი იქნება მისთვის, რათა იცოდეს თუ საით მომართოს ენერგიები, რას გაუფრთხილდეს და ასე შემდეგ. მოდით ვნახოთ. ერთი კვირის წამყვანი ენერგია როგორი იქნება მსმენელისთვის, ვინც უსმენს ბზის ადამიანის გვერდს ნინო ლეჟავას არხს YouTube-ზე. ნახოთ, მთავარი წამყვანი ენერგია, კვირის ენერგია. როგორი იქნება თქვენი ფინანსური ენერგია ამ ერთი კვირის მანძილზე? როგორი იქნება თქვენი პარტნიორული ურთიერთობა ამ ერთი კვირის მანძილზე და როგორი იქნება თქვენი ჯანმრთელობა ამ ერთი კვირის მანძილზე? ესეთი ცოტა უცხო ფორმატით ვაკეთებ თქვენთვის ახლა ამ საჯარო გაშლას. აი ესე. და გაფრთხილება. რას გვაფრთხილებენ ტაროს არკანები ამ ერთი კვირის მანძილზე? ესეც თქვენი გაფრთხილება. ძალიან კარგი. მოდით ნახოთ საერთო ფონი კვირის არკანის ენერგიისა როგორი იქნება. საერთო ფონი შევაფასოთ. საერთო ფონი არის პენტაკლების ტუზი. ძალიან კარგი პერიოდი არის ახალი ფინანსური საწყისებისთვის, ფინანსური საკითხები საკმაოდ კარგად, კეთილად, ბარაქიანად უდიდესი შანსებია რომ გადაწყდეს, რა თქმა უნდა, თქვენ შემთხვევაში. შეიძლება იყოს ფინანსური საჩუქარი, ვალის დაბრუნება შესაძლებელია თუ კი ვთქვათ, ვინმე მსგავს პროცესში დაელოდება ვალის დაბრუნებას. ეს არის ფინანსური ტუზი, ხო? რომელიც შეიძლება ვიღაცამ ლატარია ითამაშოს, გადაფხიკოს და მოიგოს, ხო, მისთვის რაღაცა. პატარა ფინანსური საჩუქარიც კი, რა თქმა უნდა, ყოველთვის სამადლობელოა, ყოველთვის სასიხარულოა, ყოველთვის სასიამოვნოა, ასევე შესაძლებელია საქმე დაიწყოთ, იდეა განახორციელოთ ისეთი, ჩადოთ შიგნით გარკვეული პენტაკლების ენერგია, რომელიც შემდგომ აუცილებლად მოისხამს თქვენთვის კიდევ უფრო მეტ პენტაკლებს, კიდევ უფრო მეტ ფინანსურ წარმატებას და ასე რომ პენტაკლების ტუზი კვირის არკანის ენერგიად ნიშნავს იმას, რომ სამყარო აუცილებლად გამოგიგზავნით ახალ შანსებს, ფინანსურ ახალ შანსებს. ასევე პენტაკლების ტუზი, ხო, აი ტუზი, კვერთხების ტუზი. ასევე პენტაკლების ტუზი ნიშნავს ენერგიას, როდესაც გრძნობთ რომ განახლდით, როდესაც შიგნიდან გრძნობთ რომ გარკვეული კრიზისული პერიოდები დასრულდა და გრძნობთ რომ აი ეს შრომის უნარიანობა, ნაყოფიერება, მოქმედუნარიანობა და ზოგადად პოტენციალი დაბრუნდა.
დაბრუნდა და მზად ხართ იმისთვის, რომ ესე იგი განახორციელოთ თქვენი რეალობის გასაუმჯობესებლად და გადადგათ ახალი ნაბიჯები, რომლებიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პენტაკლურ ენერგიებში იქნება გაშვებული, რაც ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად თუ კი ბოლომდე მიყვებით, ეს ყველაფერი შესაძლებელია დაბრუნდეს თქვენთვის მატერიალურ საჩუქრებად სამყაროსგან. ძალიან კარგი. ახლა ვნახოთ პარტნიორული ურთიერთობები როგორი იქნება ერთი კვირის მანძილზე. რვიანების პენტაკლები. ნაკლებ იქნებით, ვთქვათ, ჩართული ისეთ სფეროში, როგორიც არის პარტნიორული ურთიერთობა და გეტყვით რატომ. იმიტომ რომ რვიანების პენტაკლები უფრო მეტად არკანი არის, რომელიც, ყველაზე ეს იქნება სტაბილური პარტნიორული ერთი კვირა, ხო, როდესაც ყველაფერი სტაბილურად, სადღაც რუტინულად, არაფერი არ იცვლება, ჩვეულებრივად ვითარდება, ასე ვთქვათ, არანაირი ქარცეცხლები, არანაირი ციებ-ცხელება და უფრო მეტად აჩვენებს, რომ თქვენ ამ ერთი კვირის მანძილზე განსაკუთრებით იქნებით ჩართული უფრო მეტად თქვენს საქმეში, თქვენს პენტაკლებში, თქვენს შემოქმედებაში, რასაც თქვენთვის უშუალოდ პენტაკლები, ანუ ფინანსური ასპექტი მოაქვს და მე უფრო ვიტყოდი, რომ სადღაც მეორე პლანზე, ფონურ პლანზე იქნება თქვენთვის პარტნიორული ურთიერთობები. უფრო მეტად შექმნის პროცესში იქნებით, უფრო მეტად განხორციელების პროცესში იქნებით, საქმეებს ვგულისხმობ, რომლებიც თქვენთვის ამ შემთხვევაში ენერგეტიკულად, როგორც ჩანს, უფრო მეტად პრიორიტეტული იქნება ამ ერთი კვირის მანძილზე და მე ეჭვიც არ მეპარება, რომ ამას აუცილებლად თქვენთვის წარმატებით და თქვენთვის საკეთილდღეოდ შეასრულებთ და შედეგიც ნამდვილად დადებითი იქნება. ნახოთ ახლა ფინანსები როგორი იქნება. ნახეთ რა ლამაზია. ფინანსებში ამოვიდა კვერთხების დედოფალი. ძალიან ნაყოფიერები ხართ ამ ერთი კვირის მანძილზე. რაც შეიძლება ბევრი იმოძრავეთ, იმიტომ რომ ფინანსები მოდის თქვენს აქტიურობასთან ერთად, თქვენს მოძრაობასთან ერთად. ნახეთ, კვერთხების დედოფალი თუ ის თავის არქეტიპში ბოლომდე ზის, რაც უშუალოდ კვერთხების დედოფლის ენერგია და ბოლომდე გაშლილი აქვს ეს ენერგია საკუთარ თავში. რეალურად კვერთხების დედოფალს ფინანსები არასოდეს არ აკლია. შეიძლება მისთვის ფინანსები იყოს არასტაბილური, ვგულისხმობ იმ ნაწილში, რომ პერიოდი კონდეს, როდესაც ფინანსები ნაკლებია, მაგრამ მე უცებ ერთიანად ნაკადი მოაწყდეს ხომ ფინანსური კეთილდღეობის, მაგრამ ფინანსები ყოველთვის აქვს. კვერთხების დედოფალს აქვს რაღაცა საოცარი მაგნეტიზმი ფინანსური ენერგიის გამომუშავების, ხო? ვგულისხმობ, რას ვგულისხმობ ხა მაგნეტიზმში? მისი ურთიერთობები, მისი ენერგია და აქ ენერგია გექნებათ ზღვა. ქარიზმატულები იქნებით, თქვენი სიტყვა, თითოეული თქვენი მოქმედება ბადებს წარმატებას. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დარწმუნებული იქნებით საკუთარ თავში, რასაც გააკეთებთ და თუ კი რამე გაქვთ ჩაფიქრებული ამ ერთი კვირის განმავლობაში, იმოქმედეთ, გააკეთეთ, არავითარ შემთხვევაში არ შეგეშინდეთ. ნახეთ როგორი არკანებია. ისედაც პარტნიორული ურთიერთობების ნაწილში ხო ხედავთ უფრო მეტად მეორე პლანზეა ეს ყველაფერი და უფრო მეტად თქვათ ფინანსების გამომუშავებაში ხართ გადასული და პენტაკლების ტუზი არის კვირის არკანის ენერგია. ანუ მატერიალურ ასპექტში იქნებით ძალიან ნაყოფიერები. მაგრამ არა მაშინ თუ დაჯდებით ფეხს-ფეხზე გადაიდებთ და არაფერს არ გააკეთებთ. არა, უნდა იმოქმედოთ, აქტივობა უნდა შემოიტანოთ რაიმე თქვენს ცხოვრებაში. შესაძლებელია რაიმე ახალი კურსები აიღოთ, ჩაეწეროთ, ახალი პროფესია შეისწავლოთ სიტყვაზე, ხო? დამატებითი, ვთქვათ, რაღაცა რესურსი გაიჩინოთ და ამის ქარიზმა და ამის ენერგია აუცილებლად გექნებათ ამ ერთი კვირის მანძილზე. ფინანსური მაგნიტი ხართ ამ ერთი კვირის მანძილზე და ეს გამოიყენეთ. და ბოლოს ახლა ვნახოთ ჯანმრთელობა, როგორი იქნება.
ათიანების კვერთხები გვაქვს ჯანმრთელობაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ კი ბატონო, ჩანს რომ ბევრს იმოძრავებთ, ჩანს რომ საკმაოდ გადატვირთული შესაძლებელია იყოთ, იმიტომ რომ ერთდროულად ბევრ რამეზე გააზიარებთ თქვენს ენერგიას, იქნებით აქტიური თავისთავად, მაგრამ გაუფრთხილდით ჯანმრთელობას უფრო მეტად ძვალსახსროვანი სისტემა, კუნთოვანი სისტემა, კისერი, იმიტომ რომ მუშაობა კარგი არის, ენერგია გაქვთ უდაოდ, მაგრამ გაფრთხილებაშიც ვნახავ რა არის გაფრთხილება, თუმცა ჯანმრთელობის ნაწილში მინდა გაგაფრთხილოთ, რომ არ ბოროტად არ გამოიხენოთ საკუთარი ენერგია, ეხლა რომელიც მოგეცემათ ამ ერთი კვირის მანძილზე და გეტყვით რატომ, იმიტომ რომ იგრძნობთ ამ ენერგიის მოზღვავებას, მაგრამ შეიძლება იფიქროთ, რომ მე ხა ძლიერი ვარ, მე ახლა ყველაფერს შევძლებ და 10 რაღაცაზე გადაედოთ ერთდროულად, ხო? რაც მაინც და მაინც კარგი არ იქნება თქვენი ჯანმრთელობისთვის და მე შეიძლება ძალიან ინტენსიურად მოდის ხერხემლის ტკივილი, სხვათა შორის. ხერხემალი, ხერხემლის არეში ყრუტკივილი, რაც რა თქმა უნდა, სხეული ყოველთვის გვაძლევს სიგნალს, რომ რაღაცას ზედმეტად ვაკეთებთ, ტვირთავთ საკუთარ თავს და რა თქმა უნდა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, კარგად იმუშაოს თქვენმა სხეულმა, კარგად იმუშაოს თქვენმა გონებამ, რატომღაც მინდა გირჩიოთ ესეთი რამ. ეხლა ესეთი ინფორმაცია მოვიდა, მიირთვით ყოველდღიურად 2-3 ლებანი, მე მგონი სწორად ვამბობ, კაკალი. იყიდეთ გარჩეული კაკალი და ყოველ დღე ტვინს მიაწოდეთ. ვისაც რა თქმა უნდა ალერგიული ფონი არ გაქვთ თხილეულზე, ხო? აი ეს გაიხადეთ ერთგვარ ტრადიციად, ერთგვარ რიტუალად, რომ ყოველ დღე მიირთვათ თხილი, უბრალოდ კაკალი, აი კონკრეტულად კაკალი, არ ვიცი ესე წამოვიდა, 2-3 ლებანი მაინც. მაგრამ ლებანი როგორც ვიცი ლობიოზეა, მაგრამ კაკალზეც მე მგონი ლებანია, შემისწორეთ თუ რაღაცა სიტყვაში ვთქვათ, თავარია რომ გაიგეთ აზრი, ლებანი იქნება თუ მარცვალი იქნება, თავარია რომ გაიგეთ რისი მოტანა მინდა თქვენამდე. მოკლედ, ხერხემალს, ვალსახსროვან სისტემას, კუნთებს, ძვლებს უფრთხილდებით. სისხლის მიმოქცევასაც, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, აქტიური მუშაობა, აქტიური მოძრაობა თავისთავად, აი გულის სისხლძარღვის სისტემაც, პერიოდულად დაასვენეთ რა, იმიტომ რომ სხეული კი ბატონო, ჩვენ გვემსახურება, მაგრამ უნდა დავასვენოთ, იმიტომ რომ თუ ის არ მოგვემსახურება ისე როგორც საჭიროა, ჩვენს ვერ ვიქნებით სასარგებლონი პირველ რიგში სამყაროსთვის და მერე საკუთარი თავისთვის, ხო? ახლა ვნახოთ გაფრთხილება რა მოდის, გაფრთხილება ამ ერთი კვირის მანძილზე, გაფრთხილება არის მეეტლე, ჩემო ძვირფასებო. რას ნიშნავს გაფრთხილების ნაწილში მეეტლე? გაფრთხილება, მოდით ერთ არკანს დავადებ, ხო? კიდევ პოტენციალი არის უზარმაზარი ამ ერთი კვირის მანძილზე, გაფრთხილებაში რას გულისხმობს მეეტლე? არკანი, მეგობრებო, სწორ არჩევანს გააკეთებთ, ვინც ფიქრობთ, რომ არ იცით, წახვიდეთ, როგორ წახვიდეთ, იცოდეთ, რომ თქვენი არჩევანი იქნება აბსოლუტურად სწორი. და იქ, სადაც თქვენ იმოძრავებთ, როგორც პირდაპირ, ასევე გადატანითი მნიშვნელობით, იქნება უზარმაზარი ტრიუმფის და წარმატების და კეთილდღეობის მომტანი. ბრწყინვალე კვირის არკანის ენერგია არის. და მე დამიწერეთ კომენტარებში, როგორ მოგწონთ ასეთი ტიპის კვირის არკანის ენერგია. იმიტომ რომ გადავწყვიტე, რომ ინფორმაციულად უფრო ღრმაც იქნება და ვინც რა თქმა უნდა მსმენელი არის ჩემი, მოქცეულია იმ რაღაც ერთ ენერგოინფორმაციულ პორტალში, ხო? ინფორმაციულში შესაბამისად ყველაფერი რა თქმა უნდა სინქრონში მოდის ჩემს მსმენელთან, მაგრამ აქ რა თქმა უნდა ყველასთან სხვადასხვანაირად მოდის, ზოგთან მეტად, ზოგთან ნახევრად, ზოგთან ნაკლებად, მაგრამ სინქრონი აუცილებლად იქნება.
თუმცა ჩემს საჯარო გაშლებზე ხშირად წერენ, რომ სინქრონი არის 90-100% ყოველთვის და ეს ძალიან მახარებს. მეგობრებო, გაფრთხილების ნაწილში არკანი მეეტლე ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად გამოიყენეთ ის შანსები, რომელიც თქვენ მოგეცემათ სამყაროსგან ამ ერთი კვირის მანძილზე. თქვენ იქნებით გამარჯვებული, თქვენ იქნებით წარმატებული. თქვენ გაკეთებული არჩევანი, რასაც აირჩევთ გზას, აუცილებლად იქნება წარმატებული და მე ვფიქრობ, რომ ამ ერთი კვირის მანძილზე თქვენ სერიოზულ ნახტომს გააკეთებთ თქვენი პირადი წარმატებისაკენ. თქვენი გზა, რომელსაც აირჩევთ, მიგიყვანთ წარმატებამდე. ეს არის გაფრთხილება. არ გაჩერდეთ კვერთხების დედოფლის ნაწილში ვთქვი, რომ იმოძრავეთ და გაფრთხილებაც ასეთია. მეეტლე, იმოძრავეთ. მე კი დაგემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით, ჩვენ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს.